ხელოვნური ინტელექტი სამსახურს იმიტომ არ გართმევთ, რომ იაფია, ეს ტყუილია. ბევრ შემთხვევაში თქვენი ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება თქვენს ხელფასზე $100,000 უფრო ძვირიჯდება და Wall Street-იც ამას კარგად იცის. მაშ, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ამჟამად გლობალურ ეკონომიკაში არსებობს $1 ტრილიონი ოდენობის ხვრელი, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ხელმძღვანელები იღებენ გადაწყვეტილებებს ექსპერტების თქმით, მასობრივი ხელოვნური ინტელექტის ილუზიის ქვეშ, რომელიც $20-იანმა ჩატბოტმა გამოიწვია. და ეს ყველაფერს ერთ რამენდე მიჰყავს. გენერალური დირექტორები ადამიანებს ხელოვნური ინტელექტით ანაცვლებენ და ეს უკუ შედეგს იძლევა. თავი პირველი, მლიქნელობის მახე. ბიზნეს ლიდერებმა იციან რა სურთ, სწორედ ასე მიაღწიეს ისინი მწვერვალს. მათ უფრო მეტი ფული, მეტი ძალაუფლება და მეტი თავდაჯერებულობა აქვთ საკუთარ გადაწყვეტილებებში და სწორედ აქ იწყება პრობლემა. იმ დროისთვის, როცა ისინი ამ დონეს აღწევენ, უკვე მიჩვეულები არიან მლიქნელებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ვინც არ აყენებს კითხვებს გადაწყვეტილებებზე. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ამ გარემოს აძლევთ ხელსაწყოს, რომელიც არასდროს ეწინააღმდეგება, არასდროს სვამს კითხვებს. თავიდან ეს იდეალურად გეჩვენებათ. ხელოვნური ინტელექტი ქმნის დოფამინის მოზღვავებას, რომელიც ინტელექტად არის შენიღბული. ეგოს სწრაფად აძლიერებს. ნებისმიერ კითხვაზე იღებთ თავდაჯერებულ პასუხს. ძალიან იშვიათად შეგეწინააღმდეგებათ. ხშირად მისგან დადებით უკავშირს მიიღებთ და შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს ინტერესებს. ადამიანებთან კომპიუტერის გარეთ საუბრის ნარეთ მოკნაცვლად მოხმარებლები რჩებიან დახურულ წრეში, სადაც მხოლოდ დამტკიცებას იღებენ. საუბარი საუბრის შემდეგ მიმდინარეობს ისე, რომ მეორე მხარეს რეალური წინააღმდეგობა არ არსებობს. მალე ისინი იწყებენ ხელოვნური ინტელექტის აღქმას როგორც უშეცდომოს. ეყრდნობიან მის სიბრძნეს როგორც ერთგვარ კოლექტიურ გონებას, ვირტუალურ ორაკულს, სხვა წყაროების გადამოწმების გარეშე. და ეს შეიძლება საშიში იყოს. დანიაში არუსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მოდელები და მივიდნენ შემაშფოთებელ დასკვნამდე. ადამიანები, რომლებიც ფსიქიკურ დაავადებებთან იბრძვიან, არა მხოლოდ მოწყვლადები იყვნენ ხელოვნური ინტელექტის გავლენის მიმართ, არამედ მათ შეიძლება გაუარესებოდათ სიმპტომები ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებთან ურთიერთობის შემდეგ. მათ შეისწავლეს 54,000 დიაგნოზირებული ადამიანის ჩანაწერები და აღმოაჩინეს ათეულობით შემთხვევა, სადაც პაციენტებს გაუარესდათ ბოდვები და მავნე ქცევები. და რასაც ჩადებ, იმას მიიღებ. და როდესაც მილიარდობით დოლარია სასწორზე, ამას შეიძლება სერიოზული შედეგები მოხვდეს. ის აღმასრულებელი დირექტორები, რომლებიც თავიანთ თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტით ანაცვლებენ, ირონიულად, ალბათ რჩევებსაც ხელოვნური ინტელექტისგან იღებენ. ტექნოლოგია კომპანიებში ბევრად ადრე იყო ინტეგრირებული, ვიდრე პირველი თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყებოდა. და დირექტორი თავის კუთხის ოფისში ზის, ჩატბოტს რჩევას ეკითხება და შემდეგ იღებს წახალისებას, რომ გააგრძელოს ინვესტირება ხელოვნურ ინტელექტში. ეს ქმნის ილუზიის მარყოს, რომელიც არავის ეხმარება, გარდა ხელოვნური ინტელექტისა. დირექტორი განიცდის დოფამინის მოზღვავებას, იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტი ეთანხმება მას და შედეგად კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებს. და საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს კაპიტალის ყველაზე დიდი არამიზნობრივი გამოყენება ადამიანის ისტორიაში. ტექნოლოგიურ სამყაროში და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მსხვილი ხელოვნური ინტელექტის კომპანია ცდილობს სარგებლის მიღებას, პირველობა მაინც მნიშვნელოვანია. ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ყველაზე დიდი მოთამაშე ჯერ კიდევ სემ ალტმანის OpenAI-ია. კომპანია აგრძელებს მასშტაბური შეთანხმებების დადებას სხვა კომპანიებთან, ჯამში უკვე $1 ტრილიონი ოდენობით. ამ თანხის უმეტესობა ჯერ კიდევ დაგეგმილი ინვესტიციაა, მაგრამ ეს არის ნდობის ისეთი დონე ამ ახალ ტექნოლოგიაში, რაც აქამდე არ ყოფილა. ასეთი თანხა უზარმაზარია. თუნდაც სილიკონის ველისთვის, მხოლოდ 15 კომპანიას აქვს $1 ტრილიონი საბაზრო კაპიტალიზაცია და მხოლოდ ერთმა მიაღწია $5 ტრილიონ. Nvidia. მისი GPU-ები და ნახევარგამტარები ხელოვნური ინტელექტის ბუმის საყრდენი გახდა და ეს ყველაფერს ცვლის. რადგან როცა მსხვილი კომპანიები ხელოვნური ინტელექტის მომავალის შექმნაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, თითქმის ყველა მნიშვნელოვან გარიგებაში ორი სახელი ჩნდება: OpenAI და Nvidia. ერთი უზრუნველყოფს ინტელექტს, მეორე აპარატურას. და თუ ეს ყველაფერი გაამართლებს, ძალიან ბევრ ადამიანს წარმოუდგენლად გაამდიდრებს, მაგრამ მაინც რამდენია $1 ტრილიონი? ეს დაახლოებით 10 საერთაშორისო კოსმოსური სადგურის აშენების ღირებულებაა. მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ეს ინვესტიცია ბევრ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიის საბაზრო კაპიტალზე მეტია. Amazon-მა, Microsoft-მა, Meta-მ და სხვა დიდმა კომპანიებმა 2025 წელს ხელოვნურ ინტელექტში სერიოზული ინვესტიციები ჩათადეს. და ჯერჯერობით ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტის თქმით, ეს არაფერს მოუტანია. ახლა კი ხალხი იწვევს შეშფოთებას. თავი მეორე, $1 ტრილიონიანი ჰალუცინაცია. განგაში ზარი რეკავს. Goldman Sachs-ი ეკონომიკურ და საინვესტიციო სიახლეებში ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ ითვლება და ისინი განგაში ზარს რეკავენ. Harvard-ის ეკონომიკის პროფესორის ჯეისონ ფურმანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მონაცემთა დამუშავების სექტორი ამერიკის MSCI-ს მხოლოდ 4% შეადგენს, 2025 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური ზრდის 92% სწორედ ამ სექტორზე მოდიოდა. ეს ერთადერთი სფეროა, სადაც ეკონომიკა რეალურად იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ყველა სხვა ბიზნესი ხელშეწყობს ხელოვნური ინტელექტის ზრდას, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ამ ეტაპზე სხვა სექტორებს არ ზრდის, ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. და ყველა ძალიან ყურადღებით აკვირდება საფონდო ბაზარს.
თუ ხელოვნურ ინტელექტში დიდი ინვესტიციები იდება, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გამოუწევია აშშ-ს MŠP-ს ზრდას. რამდენ ხანს გასტანს ეს ოქროს კვერცხის მდეველი ბატი. Goldman Sachs-მა პირდაპირ არ თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი ცუდი ინვესტიციაა, მაგრამ სიფრთხილისკენ მოუწოდა. მათ არ სჯეროდათ, რომ ხელოვნურ ინტელექტს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნებოდა 2027 წლამდე. მაგრამ თუ ხალხი რწმენას დაკარგავს, ყველაფერი შეიძლება სწრაფად დაიშალოს. გამოცდილი ინვესტორები უკვე აფრთხილებენ, რომ შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის ბუშტი გაჩნდეს, თუ ინვესტიციების წრიული ტალღა უბრალოდ შეწყვეტება. აქციები დაეცემა და სხვა კომპანიებიც, რომლებსაც ახლა მის წარმატებაში ბევრი აქვთ ჩადებული, მასთან ერთად წავლენ. ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში ხალხს აშინებს, რომ ეს შეიძლება მასიურ საბაზრო კრახში დაიზარდოს. რადგან ამჟამად ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკა უბრალოდ უზარმაზარი სიმდიდრის გადანაწილებაა ერთი ტექნოლოგიური კომპანიიდან მეორეში. და ეს სიმდიდრე არც კი რჩება აშშ-ის ეკონომიკაში. მონაცემთა ფერმებიდან მიღებული ენერგიის გარეშე, ინტერნეტის დიდი ნაწილი შეიძლება გათიშოს ხელოვნური ინტელექტის ინტენსიურმა გამოყენებამ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩანდეს თითქოს ეს იგივეა, რაც საძიებო სისტემის გამოყენება, ChatGPT-ის შეკითხვას შეუძლია გამოიყენოს მინიმუმ 10 ჯერ მეტი ელექტროენერგია და ზოგ შემთხვევაში 60 ჯერ მეტი დამოკიდებულია ამოცანაზე. და რადგან ისეთი საიტები, როგორიცაა Google, ეხლა ხელოვნურ ინტელექტს აერთიანებენ საძიებო სისტემებში, მოთხოვნა მუდმივია. ეს ყველაფერი ზრდის მონაცემთა ცენტრებზე მოთხოვნას. ეს ამძიმებს ელექტროენერგიის ქსელებს მდიდარ ქვეყნებში, მაშინ როცა ამ მოდელების გასაწვრთნელად საჭირო ადამიანური შრომა ჩუმად გადადის დაბალშემოსავლიან რეგიონებში საზღვარგარეთ. რაც ბევრ ადამიანს აინტერესებს, ვინ სარგებლობს ამით. ტექნოლოგია ამ ეტაპზე ეკონომიკას არ ზრდის. ბევრი ადამიანისთვის ეს ფინანსური ბანკოს სახს გავს, სადაც ყველა ინვესტიცია მიდის ახალ ტექნოლოგიაში, რომლის გრძელვადიან გარდამტეხ ძალაში არავინ არის დარწმუნებული. შეიძლება საბოლოოდ უბრალო კურიოზად დარჩეს. შეიძლება საბოლოოდ მივიდეს სინგულარობამდე, რაც ყველას საფრთხეში ჩაგვაყენებს. ან შეიძლება ეკონომიკა ისე რადიკალურად შეცვალოს, როგორც არავის წარმოუდგენია. ერთი მხრივ უკვე ასეა, რადგან კომპანიები უკვე ისე იქცევიან, თითქოს ეს მომავალია და უკან დაბრუნება აღარ შეიძლება და ძალიან ბევრი ადამიანი კარგავს სამსახურს. თავი 3. ეფექტურობის ტყუილი. 2025 წელი იყო ის წელი, როდესაც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სამსახურიდან გათავისუფლებები რეალურად იგრძნობო და ეს წელი ტექნოლოგიური სექტორისთვის ბნელი გახდა. საკონსულტაციო კომპანია Challenger Gray and Chris Massey-ის მონაცემებით, აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის ინვესტიციებთან პირდაპირ კავშირში 55,000 ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან. თუმცა ეს მხოლოდ მცირე პროცენტი იყო საერთო მასობრივი გათავისუფლებებიდან, დაახლოებით 1.7 მილიონი, რაც სამუშაო ადგილების მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. მას შემდეგ რაც COVID-19 პანდემიამ ეკონომიკის დიდი ნაწილი დახურა. კომპანიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს რეალური ადამიანური ფასი აქვს და ეს პროცესი შესაძლოა მალე აშენელდეს. მასობრივი გათავისუფლებების შიშის ფონზე Goldman Sachs-მა 2026 წლის aprilში კაცრი გაფრთხილება გასცა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამო სამუშაოდან გათავისუფლდნენ. არ ელოდოთ, რომ დაბრუნების გზა მარტივი იქნება. მათ განაცხადეს, რომ ამ თანამშრომლებს შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეთ ახალი სამსახურის მოსაძებნად თავიანთ სფეროში და დიდი ალბათობით ეს სამსახური ნაკლებ ანაზღაურებასა და ნაკლებად სასურველ პირობებს შესთავაზებს, ვიდრე წინა სამუშაო. ხელმისაწვდომის სამუშაო ადგილების რაოდენობა მუდმივად მცირდება, რადგან კომპანიები ცდილობენ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ ხარჯების შესამცირებლად. ამჟამად ხელოვნურ ინტელექტში ყველა ინვესტიცია ფაქტობრივად ფსონია მომავალზე, რომელიც ჯერ არ დამდგარა. კომპანიები საუბრობენ იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ისეთივე ჭკვიანი გახდება, როგორც ადამიანები და შეძლებს წამებში შეასრულოს ისეთი ამოცანები, რომელთაც ადამიანებს საათები დასჭირდებოდათ. მაგრამ ამჟამად ხელოვნური ინტელექტი არასრულყოფილია და ძვირადღირებული. ტექნოლოგია უზარმაზარი ენერგიის მომხმარებელია. 2025 წლის ივლისის მდგომარეობით ChatGPT დღეში დაახლოებით 2.5 მილიარდი მოთხოვნას ამუშავებდა, ხოლო Gemini და სხვა ხელოვნური ინტელექტის პორტალები მსგავს ტრაფიკს ემსახურებოდნენ და იმავე ტექნოლოგიას იყენებდნენ. ამისთვის საჭიროა დაახლოებით მთელი ბირთვული რეაქტორის ენერგიის მოხმარება, რათა ისინი ყოველდღიურად მუშაობდეს. მოდელების შემდეგი თაობის გასაწვრთნელად სუპერკომპიუტერული მონაცემთა ცენტრები ყოველდღიურად მაქსიმუმ 10 ბირთვული რეაქტორის ენერგიის მოხმარება დასჭირდებათ. მონაცემთა ცენტრები უწყვეტად მუშაობენ, რათა ეს სერვისები მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს. მოთხოვნა კი მხოლოდ იზრდება, რადგან კომპანიები მას უფრო და უფრო მეტ სერვისში იყენებენ. და მათგან ძალიან ცოტა მუშაობს რეალურად. საშუალო ადამიანისთვის ხელოვნური ინტელექტი შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ კულისებში ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემებია. ეს ტექნოლოგია სინამდვილეში არ ფიქრობს. ეს არის პროგნოზული მოდელი, რომელიც სხვა წყაროებიდან იღებს ინფორმაციას. კომპანიები გააკრიტიკეს იმისთვის, რომ ხარვეზიანი ხელოვნური ინტელექტის ნამუშევრები გამოაქვეყნეს აშკარა შეცდომებით, ხოლო AI-ით გენერირებულ ტექსტებში აღმოჩნდა უამრავი შეცდომა, რის გამოც საჭიროა რედაქტორების გამოყენება, რათა ტექსტმა სტანდარტები დააკმაყოფილოს. ამიტომ კომპანიებს უწევთ მთელი ეს ინვესტიციაში ჩადონ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ადამიანებზე დაყრდნობა უწევთ. მიუხედავად ამისა, ინვესტიციები არ ნელდება. პირიქით, ინვესტიციები კიდევ უფრო იზრდება. წარსულში აღმასრულებელი დირექტორები ხშირად დაშორებულები იყვნენ საკუთარ პროდუქტს და მათ შეეძლოთ მისი ნაკლოვანებების დანახვა.
ცნობილია, რომ მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ თავის შვილებს არ მისცემდა სოციალურ ქსელებში შესვლის უფლებას, სანამ ისინი თინეიჯერები არ გახდებოდნენ. მაგრამ ახალი AI ტექნოლოგიის შემთხვევაში ასე ხშირად არ ხდება. ხელოვნური ინტელექტის კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს აქვთ წვდომა ახალ AI აგენტებზე, მანამდე, სანამ ისინი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდებიან. და ისინი მხოლოდ არ ურთიერთობენ მათთან, არამედ თავადაც ებმებიან მათში. ისინი ხდებიან მათი პირველი ნამდვილი მორწმუნეები. და როცა ასე ღრმად არიან ჩართული თავიანთ ახალ საყვარელ პროექტში, ძალიან რთულია მათი ამოყვანა ამ ორბიტიდან. და ისინი ამას იციან, მაგრამ ეს არ აჩერებთ მათ. თავი 4 ფსიქოზი ხელმძღვანელის კაბინეტში. გარი ტანი, Y Combinator's აღმასრულებელი დირექტორი, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მრავალი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის საქმიანობაში იყო ჩართული და ის მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზეა გადართული. მაგრამ ის ბოლო დროს სიახლეებში მოხდა ახალი ტერმინის, კიბერფსიქოზის პოპულარიზაციის გამო. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანები ძალიან ბევრ დროს ატარებენ ხელოვნურ ინტელექტთან საუბარში. მაგრამ ტანი ამის შესახებ არ აფრთხილებდა. ის საკუთარ თავზე საუბრობდა სიხარულით. მან აღწერა თუ როგორ იყო იმდენად აღფრთოვანებული ხელოვნური ინტელექტის აგენტებთან მუშაობით, რომ მხოლოდ 4 საათს იძინებდა ღამეში. წარსულში ის იყენებდა ძილის პრევენციის წამალს, მოდაფინილს, რომ გადაეტანა სტარტაპში დამქანცველი სამუშაო საათები, მაგრამ ეხლა მას აღარ ჭირდება აბების მიღება, რადგან ხელოვნური ინტელექტი იმდენ ენერგიას აძლევს. ტანის საჯარო რწმენა ხელოვნური ინტელექტის მიმართ, როდესაც მან საჯაროდ გამოაქვეყნა კოდი, რომელსაც ანთროპიკის Claude-ზე ავითარებდა, ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ გამოვლინებად მიიჩნიეს იმისა, თუ როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტი გონებაზე. ის ინტენსიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის პრომპტებთან და რაც უფრო მეტია ადამიანის შეხება ამ ტექნოლოგიასთან, მით უფრო მიდრეკილია ის იფიქროს, რომ რაღაც მართლაც რევოლუციური შექმნა. სინამდვილეში მათ შორის არსებობს ტერმინიც კი ღმერთის რეჟიმი, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ უახლოვდებიან იმ ლეგენდარულ სინგულარობას, სრულად ავტონომიური ხელოვნური ინტელექტის შექმნას. მაგრამ რეალურად ყველაფერი ბევრად უფრო მკიფეა. საბოლოოდ ხელოვნური ინტელექტი აგებულია ტექსტური პრომპტების სერიაზე. რაც უფრო რთულია პრომპტის სამუშაო პროცესი, მით უფრო ზუსტია ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი ჩნდება და რაც უფრო რთულ ამოცანებს ასრულებს. მაგრამ თითოეული ფუნქცია დამოკიდებულია კოდების ძალიან სტრუქტურირებულ სერიაზე და არც ერთი არსებული ტექნოლოგია არ უახლოვდება ნამდვილი მოაზროვნე გონების პროცესს. თუმცა რაც უფრო მეტ დროს ატარებს აღმასრულებელი დირექტორი საკუთარ ტექნოლოგიასთან, მით უფრო სხვაგვარად ჩანს ყველაფერი. ტექნოლოგიური ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების ანეკდოტური ცნობები მიუთითებს, რომ კიბერფსიქოზი სულ უფრო ხშირია, რადგან ტექნოლოგიის განვითარება ჩქარდება და შეიარარების რბოლა მძაძაფრდება. მაგრამ წარმატების მიღწევა რთულია და კიდევ უფრო იშვიათი. 2025 წლის ბოლოს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT კვლევამ შეისწავლა ხელოვნური ინტელექტის მდგომარეობა ბიზნესში და განიხილა ტექნოლოგიის 300 საჯარო დანერგვა. კარგად იყო ცნობილი, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე იყო, მაგრამ სიახლე უფრო დამთგუნველი აღმოჩნდა ვიდრე ვინმე ეგონა. კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის საწარმოთა უმრავლესობა ჯერ კიდევ არ იყო მონგებიანი. მხოლოდ ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის პილოტების 5%-მა აჩვენა რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა კომპანიის მოგებაზე. და უმრავლესობა საერთოდაც ვერ მიაღწია იმ ფაზას, სადაც საზოგადოებას შეუძლია თქვას, მუშაობს თუ არა ეს სისტემა. სინამდვილეში უმეტესობა საერთოდაც ვერ ამუშავდა. ხელოვნური ინტელექტის წარმატებების უმეტესობა მიმართულია ინდივიდუალურ მომხმარებლებზე. ChatGPT-სა და Gemini-ს ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს, მაგრამ მათი უმეტესობა უფასო მომხმარებელია. მხოლოდ მცირე პროცენტია გადამხდელი გამომწერი. ეს ხელოვნური ინტელექტის სერვისები ძირითადად სხვა კომპანიებთან პარტნიორობით საქმიანობენ და შემდეგ ეს კომპანიები ავითარებენ გზებს, რომ ტექნოლოგია თავიანთ სერვისებში ჩართონ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების 60% აფასებს ამ ინსტრუმენტებს, მათგან მხოლოდ 20%-ს მიხავს პროექტი პილოტურ ეტაპამდე და მხოლოდ 5% აღწევს საბოლოო ეტაპამდე და გამოიყენება წარმოებაში ან სერვისის ხაზზე. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული ფულის უდიდესი ნაწილი უბრალოდ ქრება. ამჟამად მთელი ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკა ნემსის თვერზე ბალანსირებს. ინვესტიციები კვლავ გრძელდება, რადგან კომპანიებმა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ხელმძღვანელობენ, დაარწმუნეს სხვა კომპანიები, რომ ისინი მომავალი არიან. უმეტეს კომპანიას არ აქვს აზრი, რომ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი შეიმუშაოს. ამიტომ ისინი საბოლოოდ ერთ-ერთ დიდ და უკვე დამკვიდრებულ კომპანიასთან, მაგალითად OpenAI-სთან თანამშრომლობენ. მაგრამ ამ ინვესტიციებს ამ კომპანიების უმეტესობისთვის ჯერ დივიდენდები არ მოუტანიან. ხარჯები მუდმივად იზრდება და თანამშრომლების გათავისუფლებაც გრძელდება და შეიძლება ყველაფერი კრიტიკულ ზღვარს უახლოვდებოდეს. თუ 20 რევოლუციური პროექტი გამოცხადდება და მათგან 19 ნაგავში აღმოჩნდება, ეს მდგრადი არ არის. თუ ხელოვნური ინტელექტი კვლავ ვერ შეძლებს თავისი კლიენტებისთვის შედეგის მოტანას, შესაძლოა უმუშევარი მხოლოდ ტექნოლოგიური სფეროს თანამშრომლები არ დარჩნენ. ინვესტორები ნერვიულად აკვირდებიან მოვლენებს. ამასობაში გათავისუფლებული ტექნოლოგიური სფეროს თანამშრომლები იმედიანად აკვირდებიან, რომ ბუშტი შეიძლება მალე გასკდეს, რაც არც ისე შორს არის. თავი 5. დიდი შემოbrunება. ყოველთვის იქნებიან ადრეული მიმდევრები და უმეტესობა იმ კომპანიებისა, ვინც ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე აქტიურად იყენებდა, ტექნოლოგიურ სფეროს ეკუთვნის. მაგრამ ეს მათ საცდელ შემთხვევებად აქცევს და ეს ტესტები ყოველთვის წარმატებით არ სრულდება. Klarna, ციფრული ბანკი და ფინანსური სერვისების კომპანია, თავის დროზე წინ იყო.
მისი აღმასრულებელი დირექტორი სებასტიან სიმიატკოვსკი 2024 წელს დარწმუნებული იყო, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანების მიერ შესრულებულ ბევრ სამუშაოს ჩაანაცვლებდა. ეს კარგი სატესტო შემთხვევა იყო, რადგან მისი ბევრი ფუნქცია ძალიან განმეორებადი და პროგნოზირებადია. შემდეგ კი დაიწყო შემცირებები. კომპანიამ 1 წლის განმავლობაში თანამშრომლების აყვანა შეაჩერა. მისი სამუშაო ძალა თითქმის 40%-ით შემცირდა, 5500-დან 3400-მდე. მათი შემსვლელი იყო ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი, რომელიც, როგორც ამბობდნენ, 700-ზე მეტი მომხმარებელთა მომსახურების აგენტის საქმეს ასრულებდა და ერთდროულად ასობით ფინანსურ ტრანზაქციას ამუშავებდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი დიდი გამოცდა იმისა, შეძლებდა თუ არა ხელოვნური ინტელექტი მასობრივად სამუშაო ადგილების დაკავებას. შედეგები მალევე დაიწყო Klarna-ს მომხმარებლებისგან შემოსვლა და ისინი კმაყოფილები არ იყვნენ. ჩატბოტი მარტივ დაავლებებს კარგად ასრულებდა, მაგრამ რთულ საკითხებთან გამკლავება არ შეეძლო. მომხმარებლები გაღიზიანდნენ და კომპანიაში ნდობა დაკარგეს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხული ტექნოლოგიური კომპანიისთვის ახალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. Klarna მალე იზოლებული გახდა შეცვლილიყო თავისი გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც მომხმარებელთა მომსახურების თანამშრომლების უმეტესობა გაათავისუფლა. ისინი იძულებულნი გახდნენ სწრაფად შეეცვალათ მიმართულება და სხვა თანამშრომლები გადაეწურთათ ამ პოზიციების დასაკავებლად, სანამ ხელახლა აიყვანდნენ პერსონალს. ამან გამოიწვია ის უცნაური სურათი, რომ ინჟინრები და მარკეტინგის თანამშრომლები პასუხობდნენ მომხმარებელთა ზარებს, თუმცა შეიძლება მათ ავტომატურ ვერსიაზე უკეთესადაც კი იმუშავეს. ეს არის ტენდენცია, რომელიც ყველგან მეორდება. კომპანიები, რომლებმაც ხელოვნურ ინტელექტში დააბანდეს, ახლა უკვე იწყებენ უკუსლას. ერთადერთი კითხვა ისაა, რამდენად დაბლა შეიძლება დაეცეს ეს ყველაფერი. ტექნოლოგიური კვლევითი კომპანია Forrester ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა ხელოვნურ ინტელექტზე გადასვლას და მათი პროგნოზები იშვიათად იყო დადებითი. მათ შეისწავლეს, რამდენად მოუმზადებლები არიან თანამშრომლები ახალი ხელოვნური ინტელექტის პარადიგმაზე გადასასვლელად. ასევე ისიც, რომ თანამშრომლები ჯერ კიდევ ვერ იღებენ სარგებელს ამ ცვლილებიდან. მაგრამ ახლა ისინი მზად არიან გააკეთონ დიდი პროგნოზი. კომპანიები მასობრივად ათავისუფლებდნენ თანამშრომლებს იმ იმედით, რომ მათ ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლებდნენ, მაგრამ შედეგად დარჩნენ გონებრივი რესურსის გარეშე, რომელიც აუცილებელია ტექნოლოგიის ეფექტურად გამოყენებისთვის. ეს გავს ავიაკომპანიას, რომელიც პილოტს ათავისუფლებს, რათა ტვირთის წონაზე დაზოგოს ფული და შემდეგ აცნობიერებს, რომ ვიღაცა სჭირდება თვითმფრინავის სამართავად. ამიტომ, სანამ ეს თანამშრომლები ახალ სამსახურს ეძებენ, შეიძლება უბრალოდ ისევ იქ დაბრუნება მოუნდეთ, სადაც დაიწყეს. Forrester პროგნოზს, რომ ამ კომპანიებიდან ბევრს არა მხოლოდ მეტი ადამიანის დაქირავება მოუწევს, არამედ 2027 წლისთვის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ყველა შემცირების ნახევარი გაუქმდება. დამსაქმებელთა 55%-ს უკვე ენანება თანამშრომლების შემცირების გადაწყვეტილება. ეს შეიძლება AXT-ის თანამშრომლებს ისევ წამყვან პოზიციაზე დააბრუნებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი შექმნეს და შემდეგ იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი პოზიციები. ახლა კი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, სწორედ ეს ადამიანები არიან საჭირო ვითარების გამოსასწორებლად. თუ ვივარაუდებთ, რომ გენერალური დირექტორები იციან, როდის შეიძლება მოხდეს კატასტროფა, ეს არის მთავარი უცნობი ფაქტორი მიმდინარე ხელოვნური ინტელექტის პარადიგმაში. ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ არ გამხდარა მომგებიანი. ის კომპანიებისთვის ჯერ შეუცვლელი არ არის, მაგრამ შესანიშნავად მოახერხა ხალხის დარწმუნება, რომ ასეა. ადამიანებიდან, რომლებიც დღეში ათეულობით შეკითხვას აგზავნიან ChatGPT-ში, დაწყებული გენერალური დირექტორებით, რომლებიც ოფისში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შემდეგ ინოვაციას კოდავენ, ისინი ძირითადად იღებენ უკავშირს ხელოვნური ინტელექტისგან და ის მუდმივად ეუბნება, რომ ყველაფერი კარგადაა. ისინი განაგრძობენ ინვესტირებას და აქციების მაჩვენებელში ციფრები მუდმივად იზრდება და ასევე იზრდება დოფამინის რეცეპტორებიც. ყველაფერი მშვენიერია, სანამ ასე აღარ იქნება. ამჟამად ყველაზე სავარაუდო შედეგია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამო გათავისუფლებული ადამიანები აღმოჩნდებიან მთავარი მოქმედი პირის როლში. კომპანიას სჭირდება მათი გამოცდილება და მათ შესაძლოა ახალი ხელფასის შეთანხმებაც შეძლონ დაბრუნების შემთხვევაში. ანალიტიკოსებმა იციან, რომ ეს აუცილებელია. გენერალურმა დირექტორებმა კი შეიძლება არ იცოდნენ. ამჟამად ხელმძღვანელობის ნაკლებობა უმაღლეს დონეზე, რადგან ტექნოლოგიების სფეროში ყველაზე ჭკვიანი ადამიანები საკუთარ მიერ დაპროგრამებულ ჩატბოტებს უსმენენ რჩევისთვის. და ისინი შეიძლება ასე განაგრძონ მანამ, სანამ მთელი ეს ბანკოს სახლი არ დაინგრევა. მაგრამ ეს ბევრად უფრო დიდ კითხვას აჩენს. რა მოხდება, როცა იგივე ინსტრუმენტი ტექნოლოგიურ კომპანიებს გასცდება და ისეთ სისტემებში მოხდება, სადაც მთავარი არა მოგებაა, არამედ შედეგები. გაიგეთ შემზარავი სიმართლე. ვიდეოში ხელოვნურმა ინტელექტმა ომის თამაში ითამაშა და ყველას ბირთვული იარაღი ესროლა. ანუ ყურეთ ამ ვიდეოს.